იმდენი გავეცი სითბო და ყურადღება და უკან არავინ არაფერი არ დამებრუნა. აი ესეთი კომენტარები ხდება უმეტესობა ჩემს ვიდეოებზე. თუ შენ სითბოს სიყვარულს ყურადღებას იმისთვის გაცემ რომ მე უეჭველი უკვე ელოდები რომ უკან დაგიბრუნებს ვიღაცა მაგრამ არ გაცემა ჯობია რომ არასდროს არ გასცე და ისევ სითბო ყურადღება და სიყვარული შენთვის დაიდო. მოლოდინის რეჟიმში რო ხარ აი ეხლა დამებრუნდება აი ზუსტად მან არის შეცდომა. ეს უნდა გინდოდეს შინაგანად, შენ ყოველთვის უნდა გინდოდეს, რაც არ უნდა ცუდები იყვნენ ადამიანები, რაც არ უნდა ილაპარაკონ შენზე, რაც არ უნდა არ მოსწონდეს შენი სითბო, სიყვარული და რაც არ უნდა არ უნდათ დაგიბრუნონ უკან. შენი გასაკეთებელი, შენი მისია სამყაროში უნდა გააკეთო. თუ თვლი რომ შეგიძლია რომ გასცე, უანგაროდ და არ ელოდები უკან, რომ ეს ყველაფერი დაგიბრუნდება. მოლოდინის რეჟიმში არ ხარ და უბრალოდ გაცემითაც ხარ ბედნიერი. მაშინ იგრძნო თავს კარგად, თუ არა და დაგტანჯავს იმის ფიქრი, რომ აი ახლა იმას რაღაცა სითბო გაუზიარე და არ გამომებრუნა უკან, იმას რაღაცა ყურადღება დაუთმი და ეხებზე დამიკიდა და მაგიტომაც ხარ დეპრესიაში სულ. და გული გაქვთ აცრუებული. ამიტომაც თუნდაც მე რო გიზიარებ სითბოს არავისგან არ ველოდები რომ უკან დამებრუნებ. ვინც დამებრუნებთ ყველასგან დიდი მადლობა, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულება არის. ღმერთის და სამყაროს წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ნათლა გულით უნდა რომ მიიღოს, მართლა გულით მოსწონს და სიამოვნებს. ჩემი პოზიტივი, ჩემი სითბო, ჩემი ყურადღება და ვისაც არ გსიამოვნებთ, თქვენი სითბო გაეცით. და წარმატებებს გისურვებ თქვენს ლამაზ ცხოვრებაში ყველას.